ხო, არ ვიცი, რაღაცა კოგნიტიურ დისონანსთან გვაქვს საქმე, უსმენთ უმრავლესობის რიდერს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ამბობს, რომ ქართული ეკონომიკა ისე ყვავის, რომ ყველა ქართულის ჯიბეში ძალიან ბევრი ფულია და არავის პრობლემა არ აქვს. მე როდესაც ბრიფინგებს მართავდი, ერთი კვირის წინ, ორი კვირის წინ, ერთი თვის წინ ამ საკითხთან დაკავშირებით და ვამბობდით, რომ კატასტროფული მონაცემები არის ყველა საქსტატის სტატისტიკის გამოქვეყნების მომენტში და კატასტროფა ხდება საქართველოს ფასებთან მიმართებაში, მაშინ ეს იყო ტყუილი და არ არსებობდა. ეხა პრემიერ-მინისტრს პოპულისტურად დასჭირდა ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დეკემბრის ბოლო დღეებში, როდესაც ყველა საქართველოს მოქალაქე მთავრობას აგინებს იმის გამო, რა ფასები ხდება ბაზრებში და სუპერმარკეტებში, რომ წინასახალწლოდ სუფრა გაშალოს, აქ მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მისკენ მიდის და პოპულისტურად გადაწყვიტა, რომ მიმართოს ეხა რისხვა, რომელიც წესით მისკენ უნდა იყოს მიმართული ბიზნესისკენ. როგორც ყოველთვის, რამნაშავე და მონსტრი ეხა ბიზნესს გამოიყვანს, სავარაუდოდ ცისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებს ვიღაცეების, ოღონდ არ შეეხება DGG-ს გადასახადს, რომელიც არის აბსურდული, მაგალითად, საკვებ პროდუქტებზე. 18% ჩვენთან, 4% საშუალოდ და 5% იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში. აი ეს რეალობა გვაქვს. ხელისუფლებას არაფერზე არ არის ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი ამათ რო კითხოთ. ყველა ბოროტების სათავე უნდა იპოვონ ან კერძო სექტორში, ან ოპოზიციაში, ან ქვეყნის გარეთ. საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში წინა საახალწლოდ ადამიანებს დაუანონსა, რომ ფასების გამო ადამიანებს დაიჭერს. ოღონდ ქმედითი ნაბიჯი ამაში სხვა რა არის, გაუგებარია. ლაპარაკი არის სისხლის სამართლებრივ დევნაზე და არა იმაზე, რომ მაგალითად სახელმწიფომ გადადგას რეალური ქმედითი ნაბიჯები, რომ მაგალითად DGG-ს გადასახადი დაუწიოს საკვებ პროდუქტებს, არ ვიცი, სუბსიდირება მოახდინოს რაღაცეების თუ ამ ხაზს აწვევიან. არა. ისევ პროკურატურის ჩართვა ამ საქმეში როგორც ყველაფერს და საქართველოს მოქალაქეები მე მგონი კობახიძეზე კარგად ხვდებიან, რომ პროკურატურა ყველაფრის წამალი არ არის და მთავრობის პრობლემა არის ის, რომ საქართველოში 95 და 96% იზრდება პირველად პროდუქტებზე ფასები.